დასუფთავებული იყოს ჩვენი სკოლის ტერიტორიაზე და საბამ ჭედლიშვილის სკოლა თამარიონის მოსწავლეა. თანატოლებთან და უფროს კლასელებთან ერთად მან მონაწილეობა დღეს დასუფთავების აქციაში მიიღო. სკოლის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება მოზარდებმა შექმნილი ანტისანიტარიული მდგომარეობის საფუძველზე გადაწყვიტეს, რასაც ისინი ყოველ დილით სკოლაში შესვლამდე შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხვდებოდნენ. აქ დგას რამდენიმე ურნა, რომელშიც შეიძლება ჩაყარონ, მაგრამ რადგან მათ უკვე ეს მავნეჩვენები ათვისებული აქვთ, მათთვის შეუძლებელია დღესდღეობით, რომ ჩაყარონ ურნაში. ადამიანებს მოუწოდებ, რომ აღარ დაანაგვიანონ გარეთ. მე როცა გამოდიოდი გარეთ, არ მოწოდე, როცა ადამიანები გარეთ ყრიდნენ ნაგავს. ჩვენ ამიტომაც შევერთდით დასუფთავების სამსახურს და ჩვენ დავიწყეთ დასუფთავება. ჩვენ გვინდოდა, რომ ჩვენი სკოლის მიმდებარე ტერიტორია სუფთა ყოფილიყო და ეს არ გამოწვეულიყო სხვადასხვანაირი დაავადებები. არ მოგწონს ის, რომ სხვა ადამიანები ყრიან ნაგავს ჩვენი სკოლის ჩაყარონ ნაგავს. ჩვენ კიდე გადავწყვიტეთ, რომ ეს ნაგვები აგვეყო და დაგვესუფთავებთ. დასუფთავების აქციაზე დღეს ერთ-ერთმა საინტერესო იდეამაც გაიჟღერა. ერთობლივი პროექტის განხორციელების შედეგად სკოლას სურვილი აქვს, რომ მიტოვებულ ტერიტორიას გარკვეული მოვლა პატრონობა გაუწიოს. გორში გმირების ქუჩაზე თამარიონის შენობის წინ სკოლის ადმინისტრაცია ფიქრობს, რომ სათანადო რესურსების გამოძებნის შედეგად ტერიტორიის კეთილმოწყობა ან დასასვენებელი სკვერის გაკეთება შესაძლებელია. სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობს ადგილი, სადაც შეიძლება ძალიან ბევრი კარგი საქმის გაკეთება. სამწუხაროდ ჩვენ ვუყურებთ ამ ადგილს საკმაოდ ნორმალური ფართობია. ვუყურებთ როგორ ნაგვიანდება, როგორ მეზობლები ნაგავს საყრელად იყენებენ და ჩვენი მოსწავლეებს კიდევ ჭირდებათ ძალიან და სხვათაშორის აქ ამ ქუჩაზე მაცხოვრებელ ადამიანებს ძალიან ჭირდებათ დასასვენებელი ადგილი, სკვერის სახით. ბავშვებს ჭირდებათ, რა თქმა უნდა, სპორტული ადგილი, სადაც ისინი გაერთობიან და თავისუფალ დროს შინაარსიანად გაატარებენ. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს ადგილი დავასუფთავოთ. ბავშვებმა თვითონ გადაწყვიტეს და ძალიან უნდათ, რომ გარკვეული წვლილი შეიტანოთ თავიანთი ქალაქის გამწვანების და დასუფთავების საქმეში და თუ ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, იქნება აქ პატარა სკვერიც მოვაწყოთ. სკოლა თამარიონის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გორის კეთილმოწყობის სამსახურის დახმარებით განხორციელდა. მისმა წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ გორის კეთილმოწყობისა და ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიების იერსახის გასალამაზებლად კომპეტენციის ფარგლებში ერთობლივი აქტივობების განხორციელებას ხელს სამომავლოდაც შეუწყობენ. გორის კეთილმოწყობის სამსახური აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას სხვადასხვა მედია საშუალებებთან და ასევე ყველა დაინტერესებულ პირთან. დღეს ჩვენ ჩავატარეთ სკოლა თამარიონის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია და დასუფთავების სეზონი. მსგავსი აქციები გასული გაგრძელდება უახლოეს მომავალში და მინდა მოუწოდო მონაწილეობა ჩვენთან ერთად ამ აქციაზე. ერთად ვიზრუნოთ გორზე. სკოლა თამარიონი მალე ამ ტერიტორიაზე გამწვანების აქციასაც დაგეგმავს. მოსწავლეები კი ახალი წლის შემდეგ მსგავსი აქციების გარდა სხვადასხვა აქტივობების მოწყობასაც ფიქრობენ.